გამარჯობა. გააქვთ ტექსტი, რომელიც რიცხვებს შეიცავს? მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. 2026 წლის პირველი ვიდეო სწორედ ამ უნიშნულოვანეს პრობლემას შეეხება. განსაკუთრებით რთული იყო ასეთი ტიპის ამოცანის ამოხსნა, როდესაც გქონდა მოცემული მაგალითად რიცხვები და ტექსტები ერთმანეთში არეულად და გვინდოდა მათი განცალკევება. ამისათვის გვაქვს ახალი ფუნქცია Excel-ში, რომელიც არის regx extract-ი. ესე იგი, reg extract-ის აღების შემდეგ ჩვენ უნდა ავირჩიოთ უკვე ის ტექსტი, საიდანაც გვინდა რომ ამოვიღოთ და შემდეგ უკვე pattern-ი ეგრეთ წოდებული, ანუ რაღაცა ჩანაწერი უნდა მივუთითოთ, რომელიც ასე გამოიყურება. ყოველთვის ვწერთ მას ბჭყალებში. შემდეგ უნდა გავხსნათ ოთხკუთხედი ბჭყილი და ცხადია დავხუროთ, იმიტომ როცა გავხსნით და ის ბჭყალიც უნდა მივახუროთ. მაგრამ აი ამათ შორის უნდა გავწეროთ რაღაცა კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც უნდა აამუშავოს ფუნქცია. ნუ მოდით ვნახოთ რა ტიპის ჩანაწერზე გვაქვს საუბარი. ჯერ პირველ რიგში დავწეროთ მაგალითად ნოლიანი და ტირე და ცხრიანი. აღონთ ამათ შორის აუცილებელია რომ გქონდეს ასევე სიმბოლო, რომელიც არის ხარისხში აყვანა და ოთხკუთხედი ბჭყილის დახურვის შემდეგ პლუს ნიშნის დაწერა, რომელიც ასეთ კოდს აამუშავებს. დააკვირდით, ამოაკლებს ყველაფერს, რაც 0-დან 9-მდე რიცხვები, ანუ 0-დან 9-მდე რიცხვები ამას გულისხმობს. თუმცა შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერი d-ც და ესეც გულისხმობს უკვე მთლიანი მონაცემების წამოღებას და ასევე გვაქვს ჩანაწერი კიდევ, რომელიც არის დახრილი ხაზი d, აი ესეთი ფორმით, აი დააკვირდით, ამ შემთხვევაში ამოიღო გიორგი ბერიძე და თუ დიდი d გვექნებოდა, ამოიღებდა მხოლოდ რიცხვებს. ნუ ესეთი ჩანაწერები შეიძლება რომ გქონდეს. მაგრამ მოდით ვნახოთ და გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში ის ვერსია, რომელზეც თავიდან დავიწყეთ საუბარი. 0-9 მაგალითად და გვაქვს პლუსი. ანუ როგორც ხედავთ, მივიღეთ მაგალითად მხოლოდ გიორგი ბერიძე. ანუ ფაქტობრივად ამოაკლო რიცხვები, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ ის გამოსახულება, რომელიც იყო ტექსტში მანამდე არსებული ჩანაწერი. ხო? და აი ახლა უკვე ვნახოთ თუ როგორ გაგრძელდება გამოსახულება, თუ მაგალითად ქვემოთ იგივე პრინციპით გავაგრძელოთ, თუმცა ჩავწეროთ მაგალითად ქართული ასოებით a და z არა, h. ანუ იმიტომ რომ ბოლო ასო ქართული ამბანის. ამ შემთხვევაში პირიქით მივიღეთ რიცხვი, როგორც ხედავთ, აი რიცხვი, ასეთი ფორმით. და აქ უკვე ინგლისური ასოებიც ამოიღო. მოკლედ ამოაკლო, ასე რომ ვთქვათ, შესაბამისი მონაცემი. თუმცა აქ დავაკვირდით, რომ ანუ გამოაკლო მხოლოდ 0-დან 9-მდე მონაცემი, 0-დან 9-მდე მონაცემი და მარტო სახელი და გვარი დაგვიტყვა. დანარჩენი ტექსტი, მთლიანი იქით კიდევ რაც გქონდა, რეალურად ის ტექსტი არ მოგვცა. ანუ ფაქტობრივად რიცხვების შემდეგ გააჩერა მოძრაობა. როგორც უკვე ვნახეთ, გავაგრძელეთ აქ და შესაბამისად გქონდა ეს უკვე ასოები, სადაც იყო a და ქართული h ასო. აქ იცით რომ ჩვენ დიდი და პატარა ასოები არა გვაქვს და აქ მივიღეთ რა თქმა უნდა უკვე რიცხვი. და შემდეგი ვარიანტი უკვე გავაკეთოთ, როდესაც დავწერთ მაგალითად ლათინური ასოებით a და z. ანუ დაკვირდით, აქ დავწერეთ ორი პატარა ასო a და z და აქ მოგვცა მხოლოდ l-ი, იმიტომ რომ პირველი დიდი ასო გქონდა. აბა ვნახოთ ახლა დავწეროთ დიდი a ისევ და შემდეგ დავწეროთ დიდი z. ასეთ შემთხვევაში კი დაგვიბრუნებს მხოლოდ eva-n. ანუ ფაქტობრივად დიდ ასოებს შორის რაც მოექცა, მხოლოდ ის დატოვა. მაგრამ თუ a დიდი გვექნებოდა და z პატარა და მივცემდით enter-ს, მაშინ ამოიღებდა მთლიანად ლათინურ ასოებს და დაგვიტოვებდა მხოლოდ მის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რაც არის. მოკლედ აი ესეთი ფორმა აქვს, ასე რომ ვთქვათ, ფორმულას და შესაბამისად ის გვიბრუნებს მსგავსი ფორმით მონაცემებს. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გელოდებით ტრენინგებზე და ველოდებით თქვენს შეკითხვებს.